მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის აბსოლუტიზმი საფრანგეთში. ანუ აბსოლუტიზმი სიტყვა უსმენია და მისი არსი არის აბსოლუტური მმართველობა, რომელიც ქვეყნის სათავეში მყოფი პირი, ანუ მეფე საფრანგეთში ერთპიროვნულად იწყებს მმართველობას. კერძოდ აბსოლუტიზმის ჩამოყალიბება და გავრცელება, განვითარება დაიწყო ძირითადად ლუი მე-13-ისა და ლუი მე-14-ის მმართველობის პერიოდში. ლუი მე-13 ანუ ეს პერიოდი, ასე ვთქვათ, გაითავისა უფრო ლუი მე-14-ემ 1666-1715 წლებში მართავდა საფრანგეთს და მისი ცნობილი დევიზი იყო ლუი მე-14-ის, რომ სახელმწიფო მე ვარ. ანუ აქ უკვე ყველაფერია ნათქვამი, რომ აბსოლუტიზმი რას ნიშნავდა მისი ხედვით. როდესაც ლუი მე-14 ერთპიროვნულ მმართველობას იწყებს 54 წლიდან, მისი გვერდში მყოფი კარდინალი იყო მაზარინი, ხოლო ლუი მე-13-ის დროს იყო რიშელიე. მაზარინის დროს ეს ასე ვთქვათ, ერთპიროვნული მმართველობა უკვე გადავიდა უფრო მკაცრ პოლიტიკაში. კერძოდ ლუი მე-14-ემ გაუქმა ეგრეთ წოდებული ნანტის ედიქტი, ასევე მას რეფორმების გატარების დროს მოუწია ვერსალში გადასვლა, სადაც იქ სასახლეს ააგებს და სწორედ თან გაიყოლებს მის მომხრე და კეთილის მოსურნე დიდგვაროვნებს, ხოლო დაითხოვს იმ დიდგვაროვნებს, რომლებიც მაგალითად დაშნის აზნაურები, მანტიის აზნაურები, რომლებიც ზედმეტ, ასე ვთქვათ, ერთად მიიჩნევდა მათ ასე ვთქვათ, მართვას და მის გვერდში ყოფნას და ის იწყებს, ასე ვთქვათ, უთანასწორო გადასახადების დაკისრებას ამ ფენებზე. კერძოდ, ანუ სულ 4 ფენა არსებობდა, 3 ფენა არსებობდა, მოდით ვთქვათ, ეს იყო სამღვდელოება, უმაღლესი, ასე ვთქვათ, დიდგვაროვნები და შემდეგ გლეხები. ეს სამღვდელოება და დიდგვაროვნები გადასახადს არ იხდიდნენ, მხოლოდ მესამე წოდების, ანუ გლეხები იხდიდნენ გადასახადს, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, გაუსაძლის მდგომარეობაში აკდებდა მოსახლეობას და ამიტომ იზოლებული ხდებოდნენ და ამ ყველაფერსთან კიდევ ისიც დაერთო, რომ ცუდი ამინდების გამო მოსავალი, ასე ვთქვათ, ვეღარ მოყავდა გლეხს და შიმშილი ჩამოვარდება, გადასახადებით მას კესერზე ეწვა და ამიტომ იძულებული ხდებოდა ეს დაბალი ფენა, რომელიც მასა იყო, დიდ რაოდენობას წარმოადგენდა, გამოსულიყვნენ მეფის წინააღმდეგ. სწორედ აქ, ასე ვთქვათ, მონარქიის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ისახება პირველი დაპირისპირება, თუმცა ლუი მე-14-ის გარდაცვალების შემდეგ ეს ასეთი პოლიტიკა, როგორიც ასე ვთქვათ, ლუი მე-14-ის ჰქონდა მიზნად დასახული ერთი მეფე, ერთი რელიგია და ერთი კანონი და ეს ერთპიროვნულობა გადადის ინერციით მის მემკვიდრეებზე. ლუი მე-15-ის მმართველობის პერიოდში და ლუი მე-16-ის მმართველობის პერიოდშიც, ანუ ისინიც ამ პოლიტიკას აგრძელებდნენ. და ამიტომ ლუი მე-15-ის სიტყვები იყო ჩვენს იქეთ წყალსაც წაუღია ყველაფერი. ანუ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდნენ, თავიანთ ფუნებაზე ფიქრობდნენ და გლეხები და მოსახლეობა ნაკლებად აჯავრებათ. ამიტომ მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოსვლები, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც ბასტილიის ციხის აღებით 1789 წელს განხორციელდა ეს, რაც ასე ვთქვათ, წარმოუდგენლად მიაჩნდა მეფეს და გაუგნებული კითხვას დასვამს. რა ხდება? ანუ
რევოლუცია დაუსაბუთეს და პირველად სწორედ აი აქ გამოისთქმის ეს ტერმინი რევოლუცია, რისი მაუწყებელიც იყო, რომ მონარქია უნდა შეცვლილიყო და ეს პოლიტიკური რეჟიმი და დამხობილიყო მმართველობა ლუიების, ანუ ბურბონთა დინასტიის და ასე ვთქვათ, სიახლე იყო საჭირო ქვეყანაში. ამიტომ ეს მოვლენა დასრულდება კრიზისიდან, ანუ აგონიიდან გამოსვლით, რასაც ეწოდება ბასტილის ციხის აღება და ბასტილის ციხის აღების შემდეგ უკვე 1791 წელს საფრანგეთში მოიწვევენ მას გენერალურ შტატებს, ანუ უმაღლეს ორგანოს პარლამენტს, რაც 99 წელსში მოიწვიეს, რაც იმას მოწმობდა, რომ ეს მეფესა და ლუი მე-16-სა და ხალხს შორის ჩამდგარიყო ეს პარლამენტი, ანუ გენერალური შტატები, თუმცა ვერ, ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ გააწყობს ეს ასე ვთქვათ, უმაღლესი ორგანო, შემდეგ მოიწვევენ ეროვნულ კრებას 1799-91 წლამდე ცდილობს აი ამ პროცესში ეს ეროვნული კრება თავისი სიტყვის თქმას, თუმცა საბოლოოდ მონარქია დაემხობა ლუი მე-16-ს სიკვდილით დასჯიან თავის მეუღლესთან ერთად 1791 წელს კონსტიტუცია შეიქმნება, პირველი კონსტიტუცია საფრანგეთში და ლუი მე-16-ს დასჯიან 1793 წელს და დაემხობა მონარქია, ანუ ბურბონთა დინასტია და ქვეყნის სათავეში მოდის უკვე იაკობინელები რობერტსპიერის მეთაურობით და რობერტსპიერი, ასე ვთქვათ, 93 წლიდან 94 წლამდე აი ეს იაკობინელთა მოსვლა თითქოს იყო შვება მოსახლეობისთვის და ამ იმედით მოვიდა ეს იაკობინელები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. იაკობინელები დაამყარებენ დიქტატორულ მმართველობას, მკაცრ რეჟიმს, რომელიც დიდი ტერორის სახელით არის ისტორიაში ცნობილი და ეს რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდა, სულ 1 წელი იარსება ამ რეჟიმმა და 94 წელს იგივე პრინციპით 1794 წელს გილოტინის მეშვეობით რობერტსპიერი თავისივე გამოცემული კანონის მეშვეობით დასაჯეს სიკვდილით. აქ დასრულდა იაკობინელთა დიქტატურა და დაიწყება 18 ბრიუმერის, ასე ვთქვათ, გადატრიალება, სანამ მოხდება, მანამდე ასე ვთქვათ, რობერტსპიერის აღსასრულის შემდეგ უკვე დაიწყებს ქვეყნის მართვას დირექტორია და დირექტორიის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ხდება ქვეყნის მართვა 1799 წლამდე, როდესაც 18 ბრიუმერის გადატრიალებას განახორციელებს ნაპოლეონი და შემდეგ ნაპოლეონი მოდის ქვეყნის სათავეში 1800 წელს. პირველ კონსულად და აირჩევენ ნაპოლეონს 1802 წელს სამუდამო კონსულად, ხოლო 1804 წელს პირველ იმპერატორად. 1814 წლამდე ნაპოლეონი იწყებს დაპყრობით ომებს, პირველი ასე ვთქვათ მისი მოსვლისთანავე ეს იყო რეფორმების გატარება, კერძოდ ის იყო ფულის რეფორმა 1801 წელს, 1804 წელს კოდექსი გამოსცა, 1801 წელს კიდევ კონკორდატი გააფორმალა იმის რა ქვია რომის პაპთან და ასევე მის სახელს უკავშირდება დაპყრობითი ომები, როგორც გითხარით. პირველი ბრძოლა მოხდა ომი მარენგოსთან 1800 წელს, შემდეგ მეორე ბრძოლა 1805 წელს აუსტერლიცის ბრძოლა, მესამე შემდეგ ტრაფალგარის ბრძოლა 1805 წელს, 1807 წელს ფრიდლანდის ბრძოლა, 1809 წელს ბაგრამის ბრძოლა, რაც ავსტრიული ქორწინებით დაასრულა და ავსტრიის პრინცის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად და ყველა ამ ბრძოლებში თითქმის იმარჯვებდა, მხოლოდ ტრაფალგარის ბრძოლაში დამარცხდა ინგლისთან
ეს ბრძოლები ძირითადად ავსტრიასა და რუსეთის, ასე ვთქვათ, გაერთიან კოალიციასთან ჰქონდა დაპირისპირება. მან კიდევ ესპანეთი, გერმანია, წინ მიიწევდა და ყველა მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნები დაიმორჩილა, ტერიტორიები შემოიერთა და 1812 წელს განაგრძო დაპირისპირება რუსეთთან, რომელიც ბოროდინოს ბრძოლის სახელით არის ცნობილი. და აი ამ ბოროდინოს ბრძოლაში ნაპოლეონი დაამარცხდება, რადგან ვერ გაითვალისწინებს რუსეთის კლიმატს. მოსკოვამდე შედის და შემდეგ იძულებული ხდება უკან დაბრუნდეს თავის ჯართან ერთად. შემდეგი ბრძოლა არის 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლა, მეორენაირად ისტორიაში ცნობილი როგორც ხალხთა ბრძოლა. აქაც ნაპოლეონი დამარცხდება და 1814 წელს ნაპოლეონს ჩამოაგდებენ, გადაასახლებენ კუნძულ ელბაზე. ის დაბრუნდება 100 დღით 1814 წლიდან 15 წლამდე, ისევ აწარმოებს 15 წელს ბრძოლას, ბოლო ბრძოლას, ეს არის ვატერლოს ბრძოლა, სადაც ისევ დამარცხდება ინგლისთან და ის იძულებული გახდება საბოლოოდ გადავიდეს კუნძულ ელენაზე, სადაც იქ გარდაიცვლება 1821 წელს. ნაპოლეონის ეპოქის დასრულებისთანავე საფრანგეთში იწყება და აღდგება უბრალოდ ბურბონთა დინასტია, ლუიების მმართველობა, ანუ ლუი მე-18 ხდება პირველი მმართველი, ანუ ამ მონარქიულ კონსტიტუციური მმართველობა აღდგება. აქ ლუი მე-18-ის მეფობა არის 1814 წლიდან 24 წლამდე და შემდეგი მმართველი არის შარლ მე-10, მისი მემკვიდრე.